Ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები და დაძაბული წინასაარჩევნო გარემო ვაშინგტონში კარნეგის ცენტრის მსჯელობის საგანი გახდა. ამერიკელმა ექსპერტებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ საქართველოში შექმნილი უაღრესად დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს მიზეზი ხელისუფლებაა კარნეგის ცენტრის ექსპერტმა ტომას დევალმა კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე ისაუბრა. ახლა სიტუაცია უფრო რთულადაა საქართველოში ვიდრე ზაფხულში იყო. არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობასა და იმ დოკუმენტს, რომელიც არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება. ამიტომ ვთვლი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების საქმიანობა უნდა იყოს ნათელი, რადგან არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი დეტალი იქნება თავიდან შესასწავლი. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, საქართველოში საკმაოდ კონკურენტუნარიან ვითარებას ხედავთ ამ მხრივ, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად აზერბაიჯანსა და რუსეთში. თუ ოპოზიციამ 50 ადგილი მაინც მოიპოვა პარლამენტში, ეს უკვე ძლიერი მაჩვენებელია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამიტომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს 1 ოქტომბრის წარმატებისათვის. თუ არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა, მაშინ ეს ძალიან ცუდი იქნება. რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თომას მელიამ ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართული ხალხის გადაწყვეტილებას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან სუბიექტს.